პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დღეს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან უცხოენი სპეციალისტები და უცხოენის მცოდნეები ფრანკოფონების შემდეგ უკვე აქციამ მსვლელობას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მართავენ ინგლისური ენის სპეციალისტები და არა მხოლოდ ინგლისური ენის სპეციალისტები. თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ, რომ მსვლელობა მიემართება უკვე პარლამენტისკენ. აქ არიან შეკრებილები როგორც პედაგოგები, ასევე არიან ლექტორები, რომლებიც ისინი ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული და ისინი არ დაუშვებენ რომ ქვეყანა ისევ დაბრუნდეს საბჭოთა კავშირში. მათ სჭირდებათ ევროპული პერსპექტივები, მათი მოსწავლეებისთვის, აღსაზრდელებისთვის და ევროპული განათლების სისტემა. ახლა პირდაპირ ეთერში ვეცდებით შემოგთავაზოთ კომენტარები. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ კიდევ ერთხელ თქვენი სათქმელი. რა არის ახლა პედაგოგები ხართ აქ, ლექტორები ხართ, შეკრებილები და რას ეთქვით საზოგადოებას? მოგესალმებით, ჩვენ პედაგოგები, ნებისმიერი საგნის პედაგოგები და ლექტორები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიდექით და ვიდგებით ჩვენი ყოფილი მოსწავლეების, ამჟამინდელი მოსწავლეებისა თუ ყოფილი სტუდენტებისა და ამჟამინდელი სტუდენტების გვერდით. ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვითხოვთ იმ უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების უდანაშაულო ახალგაზრდების გათავისუფლებას და რა თქმა უნდა ვაპროტესტებთ, ვითხოვთ ხელმეორედ დაინიშნოს არჩევნები და არ ვაღიარებთ საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ამით აი ასეთი პოლიტიკით ძალიან ცუდი ზიანი, დიდი ზიანი მიადგება საქართველოს განათლების სისტემას, როდესაც აღარ გვექნება უამრავი ევროპული პროექტი, ევროპული თუ ამერიკული პროექტი და ჩვენი ეს უკარგესი გოგო ბიჭები, უნიჭიერესი ბავშვები ვეღარ გააგრძელებენ სწავლას ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი, ასევე გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ რომ გითხრათ, რა არის ახლა თქვენი სათქმელი, თქვენი მოთხოვნა რა არის და ასევე ხედავთ, რომ განათლების სისტემა შეიძლება ითქვას, რომ საფრთხის ქვეშ დადგა, თუნდაც ჩვენი დიპლომების აღიარების საკითხი. აი ამაზე რა შეფასება გექნებათ და რას ეთქვით საზოგადოებას? ეს პროცესები ზიანს აყენებს განათლების სისტემას, ასევე ზიანს აყენებს ჩვენი მომავალი სტუდენტების მომავალს, მათ სამუშაო ადგილებს, მათ განათლებას, ამიტომ დროა რომ ამჟამინდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყანა ისევ დააყენოს ევროპულ რელსებზე და მოგვეცეს საშუალება რომ ბავშვებს მივცეთ ევროპული განათლება და ისინი გაუშვათ სხვადასხვა ქვეყანაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ვინაიდან მათ კონდეთ წვდომა ბევრ სხვადასხვა რესურსთან და ბევრ სხვადასხვა ლექტორთან, ესე ვთქვათ. სულ ეს რაც მინდა ვთქვათ, ასევე გვჭირდება ახალი და თავისუფალი არჩევნები, რომლებიც იქნება საწინდარი უკეთესი მომავლის. კი ბატონო, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენც რომ გითხრათ, ხედავთ რომ ევროკავშირის დროშით ხართ მოსული, უერთდებით აქციას, რა არის თქვენი სათქმელი, რას ეთქვით ხალხს? ჩვენი სათქმელი არის ის, რომ ევროპის გარეშე საქართველო ვერ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც მას ეკუთვნის. აი ახლა ისეთი მშვენიერი ახალგაზრდები რო დგანან რუსთაველზე, ყველა ძალიან კარგად ლაპარაკობს ინგლისურად, ინტერვიუებს აძლევენ ინგლისურად. 30 წლის წინ ეს იყო შეუძლებელი. მართლა წარმოდგენაც არ შეიძლებოდა. ეს იმიტომ, რომ ძირითადად ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს და სპეციალისტები. და მე იმიტომ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაჩვეულებრივი დახმარება აღმოუჩინეს ჩვენ სპეციალობას. მე ვასწავლე უნივერსიტეტში და შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ კარგი სტუდენტები, მონდომებული სტუდენტები და თაობა არის ფანტასტიკური მართლა წელს. ამ ბოლო წლებში. ეხლა არიან ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ევროპაში სხვადასხვა უნივერსიტეტებში ერაზმუსის პროექტით. აი თქვენც სწავლობენ, იცით, აი ესე უფასო ამბობენ, უფასო არაფერი არა, ეს არის ევროკავშირის ქვეყნების გადასახადის გადამხდელები იხდიან იმ თანხას, რომ ჩვენმა ახალგაზრდებამ მიიღონ განათლება. საფრთხის ქვეშ დგება ახლა ეს ამ მმართველობის? რასაკვირველია, როგორ შეიძლება ესეთი კითხვის ნიშანი დაადგეს, რომ ჩვენ შეიძლება ევროპის გარეშე და ამერიკის გარეშე განვითარდეთ. უფრო მეც გეტყვით, ბოლო 30 წელია ამერიკის საელჩომ ჩადო უზარმაზარი ძალისხმევა, რომ ხელი შეეწყო ინგლისური ენის სწავლებისთვის საქართველოში. 1000-ობით მასწავლებელი და სხვა საჯარო სექტორის
მან მიიღო პრაქტიკოსმა მასწავლებელმა კვალიფიკაცია ამერიკაში და იცით რა არის? ეხლა ეს ხალხი მუშაობს საჯარო სკოლებში. არაჩვეულებრივ ვინც მიიღო მონაწილეობა ამ პროექტებში. იყო ძალიან კარგი პროექტები, ეს იყო დაუშვათ დოქტორანტებისთვის, მაგისტრანტებისთვის. კი ბატონო. მადლობა ძალიან დიდი. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვარ. თქვენც რომ გითხრათ თქვენი სათქმელი რამდენიმე სიტყვით ახლა ვსაუბრობთ იმაზე რომ საფრთხის ქვეშ დადგა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროპული განათლება, ევროპული მომავალი ამ ახალგაზრდების. თქვენი როგორც პედაგოგების სათქმელი რა არის? ვინც არასდროს არ ყოფილა ევროპაში, მისთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რამდენად განსხვავებულია მათი განათლების სისტემა და ჩვენი. ძალიან მინდა რომ ამ ახალგაზრდებთ კონდეთ შესაძლებლობა რომ რაც შეიძლება მეტმა ნახოს ევროპა, მეტმა ისწავლოს საზღვარგარეთ და ჩამოვიდნენ და გამოადგნენ თავიანთ ქვეყანას. აუცილებლად მოვითხოვთ გათავისუფლებას ყველა უკანონოდ დაკავებულის და მოვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ უსმენდით ინგლისური ენის სპეციალისტებს, აქ არიან არა მხოლოდ ინგლისური ენის სპეციალისტები, არამედ სხვა უცხოური ენების წარმომადგენლებიც. მოისმინეთ მათი მოთხოვნები, ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს, ასევე ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ საუბრობენ იმაზეც, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, აუცილებელია ევროპული განათლება და ევროპული პერსპექტივები. სწორედ ამის დასაცავად განან ეს ადამიანები ახლა ქუჩაში და როგორც გითხარით, ისინი მიემართებიან უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც ფრანკოფონები ამ დროისთვისაც იმყოფებიან, ელოდებიან და შეიძლება ითქვას, რომ უცხო ენის სპეციალისტები და წარმომადგენლები ერთად უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დააფიქსირებენ საკუთარ სათქმელს.